როდესაც სპარსეთის ყურის რეგიონში დაძაბულობა კვლავ იზრდება, კონფლიქტში მოულოდნელი მოთამაშე ჩაერთო. უკრაინა ახლა უკვე კონფლიქტის მონაწილეა და ის ბევრად მეც აკეთებს, ვიდრე მხოლოდ დრონების ექსპერტიზის მიწოდებაა სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის. უკრაინელი ჯარისკაცები ირანის წინააღმდეგ წარმოუდგენელ რაღაცას აკეთებენ. ამას ვერავინ შეძლებდა და შეერთებულმა შტატებმა ეს ვერ ივარაუდა. მაგრამ უკრაინისთვის ეს შესაძლებლობაა, რომ გავლენიან მოთამაშედ იქცეს რეგიონში, სადაც ადრე თითქმის არანაირი გავლენა არ ჰქონდა. უკრაინა მხოლოდ ცოდნა კი არ გაგზავნა სპარსეთის ყურეში, არამედ ჯარისკაცებიც გააგზავნა და ისინი აქტიურად აგდებენ ირანულ დრონებს. ეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმითაა, რომელმაც ეს სენსაციური განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ის საუბრობდა იმაზე, თუ რას აკეთებს უკრაინა ახლო აღმოსავლეთში. დავაგდეთ რამე? დიახ, დავაგდეთ. ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე? არა, რამდენიმე ქვეყანაში. ასე აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ბიზნეს ინსაიდერის ცნობით დახურულ ბრიფინგზე. ეს ძალიან დიდი ამბავია. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ უკრაინამ ექსპერტები რამდენიმე სპარსეთის ყურის ქვეყანაში გაგზავნა, რათა მათ ირანის შაჰიდის დრონებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებაში დახმარებოდნენ. რაც არ ვიცოდით, ის იყო, რომ ეს ექსპერტები ბევრად მეც გააკეთებდნენ, ვიდრე უბრალოდ ახალ სპარსეთის ყურის მოკავშირეებს უკრაინის მიერ მიწოდებული ჩაუნგდები დრონების გამოყენებაზე რჩევებს მისცემდნენ. როგორც ჩანს, ეს ექსპერტები სამხედროები არიან და ისინი თავიანთ გამოცდილებას ბევრად უფრო პირდაპირი ფორმით იყენებენ, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინა მონაწილეობდა საჰაერო თავდაცვის ოპერაციებში თავისი სპარსეთის ყურის რამდენიმე პარტნიორისთვის, თუმცა მან არ დაასახელა კონკრეტულად ვინი სარგებლა უკრაინის მიერ განხორციელებული ჩამოგდებებით. მან ის კი აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ანაზღაურება თავისი ძალისხმევისთვის. ჩვენ ვეხმარებით მათ უსაფრთხოების გაძლიერებაში ჩვენი ქვეყნის გამძლეობისთვის გაწეული წვრილის სანაცვლოდ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფულის მიღება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ბიზნეს ინსაიდერის თქმით, ეს თვლილი მოიცავდა იარაღს, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს რუსეთთან ომში, ასევე ნავთობს, დიზელსა და პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, რაც ყველაფერს დაეხმარება უკრაინას რუსეთის გამოფიდვის კამპანიის გადალახვაში. უკრაინის ურთიერთობებზე სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომლებზეც გავლენა მოახდინა ოპერაცია ეპიკური რისხვამ, კიდევ ბევრია სათქმელი. მოგვიანებით გეტყვით, როგორ გახდა ეს საკითხი ძალიან სერიოზული. ამ ამბის გავრცელებამდე უკრაინამ დაადასტურა 228 დრონების ექსპერტის გაგზავნა სპარსეთის ყურის რეგიონში. ფიქრობდით, რომ ეს ექსპერტები უკრაინის სპარსეთის ყურის პარტნიორებს დაეხმარებოდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში, რომლებიც ირანის დრონების საფრთხის მოგერიებას შეძლებდნენ. როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ ასეა, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს ბევრად მეტია, დახურულ ბრიფინგზე განაცხადა. ეს არ ეხებოდა მხოლოდ სასწავლო მისიას ან წვრთნებს, არამედ მხარდაჭერას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაში, რომელიც რეალურად იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მხოლოდ იარაღის მიმწოდებელი აღარ არის. ეხლა ეს პირდაპირ გავლენას ახდენს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რაც გამოწვეულია ოპერაცია ეპიკური რისხვითა და ირანის პასუხებით. მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა მანამდე, სანამ აშშ-ს ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდებოდა. ის დროებითი ცეცხლის შეწყვეტა კვლავაც ძალაში იყო, როდესაც AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის უშუალო მონაწილეობაზე სპარსეთის ყურის ქვეყნების საჰაერო თავდაცვაში. იმ დროს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აშშ-სა და ირანს შორის, რაც იმას ნიშნავდა, რომ შაჰიდები, რომლებსაც ირანი ესროდა თავის მეზობელ ქვეყნებს სპარსეთის ყურეში, აღარ დაფრინავდნენ ცაში. მაგრამ ეს მალე შეიცვლება. ცეცხლის შეწყვეტა დარღვეულია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების ჩავარდნა გამოაცხადა Truth Social-ის ორპოსტში, სადაც მან პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს დააკისრა, იმის გამო, რომ ირანი ართმობს თავის ბირთვულ პროგრამას. შეხვედრა ირანთან დილა ადრიან დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. თითქმის 20 საათი შემიძლია დეტალურად მოყვე და ბევრ მიღწეულ საკითხზე ვისაუბრო, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი. ირანი არ არის მზად, რომ უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე, განაცხადა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ დააწესებს საზღვაო ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში, რათა უპასუხოს ირანის მიერ ამ მნიშვნელოვანი წყლის გზის დაბლოკვას. კონფლიქტის განახლების შემდეგ თითქმის უეჭველია, რომ ის, რაც გარდაუვალი იყო, მოხდება. ირანი კვლავ დაიწყებს თავისი შაჰიდის დრონების განთავსებას ჰორმუზის სრუტეში. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ის, რომ იგივე დრონები და ირანული რაკეტები კვლავ დაიწყებენ ფრენას მათი ტერიტორიის სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურისკენ. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია სპარსეთის ყურის ქვეყნებს დაეხმაროს საკუთარი თავის დაცვაში. ეხლა, როცა აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა დარღვეულია, დიდი ალბათობაა, რომ იმ ქვეყნებში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან ირანის დრონების განადგურებაში. მაგრამ დაუბრუნდეთ იმას, რაც უკრაინამ თავად დაადასტურა, რომ გააკეთა. აქ აშკარა ესკალაციას ვხედავთ. რაც ადრე ექსპერტიზის გაზიარებად მიიჩნეოდა, სინამდვილეში პირდაპირი ქმედებაა, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთის მიწაზე ახორციელებენ. ახლა კითხვა ისაა, რატომ დასჭირდათ უკრაინის ახალ სპარსეთის ყურის მოკავშირეებს უკრაინას სასაერთოდ. საბოლოო ჯამში ბევრი მათგანი აშშ-ის მოკავშირეა და მათ თავადაც აქვთ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ირანული დრონების წინააღმდეგ იყენებენ. რატომ დასჭირდებოდათ საერთოდ უკრაინა და მისი ჯარისკაცები, რომ დაეხმარონ მათ ზელენსკის თქმით თანამედროვე საფრთხის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში? პასუხი ორ სიტყვაში შეიძლება შევაჯამოთ: ჩამჭერი დრონები. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები იყენებენ უკრაინაში წარმოებულ ჩამჭერ დრონებს, რათა პარტნიორების სახელით ჩამოაგდონ ირანული შაჰიდის დრონები.
ეს ჩამჭერები ახლა ინტეგრირდება სპარსეთის ყურის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის სისტემებში და უკრაინა ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ მზად არის მეტი მიაწოდოს, სანამ ის ქვეყნები, რომლებსაც ეხმარება, მზად არიან თავიანთი მხარდაჭერა გაუწიონ. ზელენსკის თქმით მარტში განაცხადა, რომ დღეში 1000-მდე უკრაინული ჩამჭერი დრონი შეიძლება გაემგზავროს სპარსეთის ყურის რეგიონში. და ეს განსაკუთრებით ასე იქნება, თუ უკრაინის ახლო აღმოსავლელი პარტნიორები დრონებისთვის წარმოების დაფინანსებაში დაეხმარებიან. ეს არის ურთიერთსასარგებლო შეთანხმება, რომელიც უკრაინისთვისაც მომგებიანია, რადგან მას შეუძლია ააშენოს ჩამჭერები, რომლებიც აძლიერებს პარტნიორობას და აძლიერებს მის თავდაცვას. უკანასკნელი პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო მეტ ჩამჭერს ააშენებს უკრაინა საკუთარი თავისთვის, ორ მიზანს ემსახურება. პირველ რიგში უკრაინა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ტექნოლოგიის ეფექტიანობას, რომელიც უკვე მიმზიდველი აღმოჩნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის და შესაძლოა მალე მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი გახდეს. უკრაინის ჩამჭერები იაფია, დაიმახსოვრეთ ეს და ასევე მარტივი გამოსაყენებელია. ალ-ჯაზირა იუწყება, რომ მათ მართავენ დრონის ოპერატორები, რომლებიც სპეციალური FPV სათვალეების საშუალებით მართავენ მათ შემოსული დარტყმის დრონებისკენ. უკრაინას აქვს რამდენიმე ჩამჭერი დრონი, რომელთაგან ბევრი 2025 წელს შეიქმნა. Stingy ალბათ ყველაზე ცნობილია, რადგან მას შეუძლია მიაღწიოს 353 კილომეტრ ან 213 მილის საათში სიჩქარეს და იყენებს თერმულ გამერებს სამიზნეების საპოვნელად. ტყუის ფორმის Stingy ასევე იდეალურად ასახავს ჩამჭერი დრონის ფუნქციას. ის იყენებს საკუთარ კინეტიკურ ენერგიას და ზოგ შემთხვევაში ხვევაში ძალიან მცირე საბრძოლო თავკომბალას, რათა დაარტყას შაჰიდის დრონს, რომელსაც დიდი საბრძოლო თავკომბალა აქვს. ეს შეჯახება საკმარისია შაჰიდის ასაფეთქებლად და მის გაუნებელყოფად. სხვა უკრაინული ჩამჭერი დრონებია PRT-ის სანი და ბულეტი, ორივე 3D ბეჭდვითაა დამზადებული, ხოლო ბულეტი ასევე იყენებს ხელოვნური ინტელექტის, ანუ AI-ს, გარკვეულ ფორმას მართვის სისტემებში. ასე რომ უკრაინას აშკარად აქვს არჩევანი ნებისმიერი საერთაშორისო პარტნიორისთვის, ვისაც ყიდვა სურს. და თუ ის პირდაპირ დაიწყებს მუშაობას ამ პარტნიორებთან, როგორც ეს ხდება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, მას შეიძლება თავისი ჩამჭერი დრონების შეთავაზება და საკმაოდ თანხის გამომუშავება რუსეთის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. შემდეგ არის შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც უკრაინას აქვს სპარსეთის ყურის პარტნიორებთან. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც სარგებლობენ უკრაინის დრონებით, ასევე ეხმარებიან მათ წარმოების დაფინანსებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ჩამჭერები უზარმაზარ როლს თამაშობენ მისი საჰაერო თავდაცვის სტრატეგიაში რუსეთის წინააღმდეგ. აპრილის პირველ რიცხვში Defense News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსული რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ 99.9%-იანი ჩაჭრის მაჩვენებელი აჩვენა. ეს აღსანიშნავია, რადგან ეს აშკარა გაუმჯობესებაა წინა თვეებთან შედარებით. თებერვალში ჩაჭრის მაჩვენებელი იყო 85.6%, რაც თავის მხრივ დიდი წინსვლა იყო 2025 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ 80.2%, თან შედარებით. აქ ჩვენ ხედავთ ჩაჭერის მაჩვენებლის გაუმჯობესების ტენდენციას, რომელიც შემთხვევით არ ემთხვევა იმას, რომ უკრაინამ თავის საჰაერო თავდაცვის ქსელში მეტი ჩამჭერი დრონი შეიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა ახლა იმდენად უმჯობესდება, რომ შეუძლია გაანეიტრალოს რუსეთის მზარდი დამოკიდებულება შაჰიდის ტიპის გრძელდისტანციურ შეტევით დრონებზე. უკრაინა ახლა ცდილობს მიაღწიოს 85%-იან ჩამჭერის მაჩვენებელს და იმედოვნებს, რომ მიიღებს დაფინანსებას, რათა დღეში 2000 ჩამჭერი დრონის წარმოება შეძლოს. ჯარისკაცების გაგზავნა სპარსეთის ყურეში ამ დრონების ეფექტურობის საჩვენებლად ამის შესანიშნავი გზაა. ფული დიდი რაოდენობით შემოა, რადგან ყურის ქვეყნები უკრაინის ჩამჭერებს შეიძენენ, რაც თავის მხრივ უკრაინას მისცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტი ასეთი დრონი აწარმოოს, რომელსაც ყიდის, რათა თავი დაიცვას რუსეთისგან. ეს არის საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების ციკლი, რომელსაც რუსეთი ვერასდროს წარმოიდგენდა და შესაძლოა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ირონიულად რუსეთი იყენებს ირანულ ტექნოლოგიას უკრაინაზე თავდასასხმელად. სამხედრო ცხოვრების წრეტრიალებს და ახლა სწორედ რუსეთი და ირანი აღმოჩნდნენ უკრაინული ლომის ყბებში. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც სპარსეთის ყურის ქვეყნები ასე ძალიან ცდილობენ უკრაინული ჩამჭერი დრონებისა და მათი გამოყენების მცოდნე ჯარისკაცების ხელში ჩაგდებას. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ, დარწმუნდით, რომ The Military Show-ზე გამოწერილი ხართ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. მაშასე მეორე ფაქტორი. უკვე ვახსენეთ ეს ადრე. სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა უკრაინის ჩამჭერებს ყიდულობენ, ფასი ძალიან მისაღებია. ამ ქვეყნებს აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შემოსული საფრთხეების წინააღმდეგ რაკეტებს ისვრიან. ეს ყველაფერი კარგია, როცა საქმე რაკეტების წინააღმდეგ რაკეტებს ეხება. მაგრამ როცა ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტები შაჰიდებს ანადგურებენ, ხარჯების სხვაობა ჩნდება. მაგალითად ავიღოთ პატრიოტის PAC-3 ჩამჭერი რაკეტები. Business Insider-ი ამბობს, რომ ეს რაკეტები თითო 3.7 მილიონი დოლარი ღირს. რაც შეეხება შაჰიდის დრონს, ის ირანს მაქსიმუმ 50,000 უჯდება. ირანს შეუძლია 64 შაჰიდის დრონი აწყოს თითოეულ PAC-3 რაკეტაზე და სწორედ ასეთი ხარჯების სხვაობა ამოტურავს საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც უბრალოდ არ არის მზად ირანის იაფი იარაღის წინააღმდეგ საბრძოლველად. ცხადი პასუხი კიდევ უფრო იაფი საშუალებების გამოყენებაა და სწორედ აქ ერთვებიან საქმეში უკრაინის ჩამჭერი დრონები და ექსპერტები, რომლებიც მათ სპარსეთის ყურეში იყენებენ. უკრაინის ჩამჭერი დრონების წარმოება შეიძლება სულ რაღაც $1,000 დაჯდეს, რაც ირანის სტრატეგიასა და დროს სრულიად ცვლის.
ეხლა ერთი შაჰედის წინააღმდეგ 50 ჩამჭერი დრონია, ნაცვლად იმისა, რომ ერთი რაკეტ წინა ათეულობით შაჰედი იყოს. Business Insider-ის მიერ დასახელებული უფრო მაღალი საექსპორტო ფასითაც კი, რომელიც დაახლოებით $6,000 ერთი შაჰედის ფასად, მაინც დაახლოებით 9 ჩამჭერის წარმოებაა შესაძლებელი. უკრაინის სპარსეთის ყურის პარტნიორები ფულის ფლანგვიდან შაჰედების მცირე დანახარჯით განადგურებაზე გადავიდნენ. და რომ დავამატოთ ეს ყველაფერი იმ ახალ პარტნიორობას, რომელსაც უკრაინა სპარსეთის ყურეში აღალიბებს, დღევანდელი ჩამჭერი დრონები მხოლოდ დასაწყისია. 9 აპრილს კიევ-პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული წყაროები ამტკიცებენ, თითქოს უკრაინამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა თავისი FPV დრონებისთვის მოქმედების რადიუსის გასაზრდელად. ამ დრონებს ახლა ფრთებს უმატებენ, რაც როგორც გამოცემა წერს, მიზნად ისახავს ჩამჭერი დრონების შექმნას, რომლებსაც შეეძლებათ რუსული თვითმფრინავებისა და სხვა სამიზნეების უფრო დიდი მანძილიდან შეტევა. უკრაინა არ ჩერდება მიღწეულზე ჩამჭერი დრონების მიმართულებით. ის ამ დრონებს კიდევ უფრო ძლიერ და შთამბეჭდავ იარაღად აქცევს, რაც სარგებელს მოუტანს სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც, რომლებიც უკრაინასთან თანამშრომლობენ. ასე რომ ამ ამბავს ორი ნაწილი აქვს. ერთი ნაწილი მოიცავს იმას, რაც უკვე ვიცოდით უკრაინის საქმიანობის შესახებ სპარსეთის ყურეში. ჩამჭერი დრონები დიდი რაოდენობით ჩამოდის და ისინი გამოიყენება ირანული შაჰიდების ჩამოსაგდებად, მანამ სანამ ისინი ზიანს მიაყენებენ. მეორე ნაწილი ისაა, რომ უკრაინის ექსპერტები მხოლოდ რჩევებს არ იძლევიან, ისინი უშუალოდ ერთვებიან პროცესში. ისინი ანადგურებენ ირანულ შაჰიდებს თავიანთი სპარსეთის ყურის პარტნიორებისთვის, რაც მიზანმიმართული ნაბიჯია უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად ახლო აღმოსავლეთში. ეს ასევე ნაბიჯია, რომელიც გააბრაზებს ირანს. ამაზე მალე ვისაუბრებთ. უკრაინისთვის ეს აჩვენებს მის ძალიან აქტიურ როლს სპარსეთის ყურეში, რადგან მას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს იმ ურთიერთობებიდან, რომელსაც ამ რეგიონში ავითარებს. მარტის ბოლოსკენ უკრაინამ გამოაცხადა, რომ ზელენსკის ახლო აღმოსავლეთის ტურის შემდეგ, რომელიც მოიცავდა კატარს, იორდანიას, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მან სამ სპარსეთის ყურის ქვეყანასთან 10 წლიანი თავდაცვის პარტნიორობა გააფორმა. ამ 4 ქვეყანას შორის იორდანიის გარდა ყველამ გააფორმა 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმება. ეს ასევე მიგვანიშნებს იმაზე, სად მუშაობენ უკრაინის ჩამჭერი დრონები ამჟამად. ზელენსკი შეიძლება არ სურდეს ქვეყნების დასახელება, მაგრამ სამი თავდაცვის შეთანხმება ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ეს ან ყატარია, ან საუდის არაბეთი, ან არაბთა გაერთიანებული საამიროები, ან შესაძლოა სამივე ერთად. ზელენსკი ამხელს, რომ ამ პარტნიორობებში უკრაინა მხოლოდ ჩამჭერი დრონებით არ შემოიფარგლება. არა მხოლოდ ჩამჭერები. მხოლოდ ჩამჭერები კი არა, არამედ თავდაცვის ხაზები, პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონული ბრძოლის სისტემები და ასე შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სისტემურ მიდგომას ვირჩევთ ამ საკითხში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებების გახიუვისას. სამაგიეროდ უკრაინა იღებს საწოს, ენერგორესურსებს, იარაღს და ფულს, რაც უკვე ვახსენეთ. თუმცა ის ასევე იღებს რაღაცას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს 4 ვერა. გავლენას ახლო აღმოსავლეთში. უკრაინა ახლა ახორციელებს გამორჩეულ ტრანსფორმაციას, რომელიც დიდი ალბათობით არასდროს იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა პუტინის სულელური გადაწყვეტილება და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა 4 წელზე მეტი ხნის წინ. ჩვენ რეალურ დროში ვიხილეთ ეს ტრანსფორმაცია. უკრაინა იყო მეორე ხარისხოვანი მოთამაშე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში. და იქცა ქვეყანად, რომელსაც რუსეთის თავდაპირველი შეტევის გადასარჩენად დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერა სჭირდებოდა. ეს მხარდაჭერა მოვიდა და უკრაინას საშუალება მისცა გაემყარებინა თავისი პოზიცია ევროპაში და კოლექტიურ დასავლეთში. ეს გავლენა გაიზარდა. როდესაც უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდა, უკრაინამ შექმნა შიდა თავდაცვის ინდუსტრია, რომელსაც ბევრი სხვა ქვეყანა შესწკერის შურით. დიახ, უკრაინა კვლავ იღებს დახმარებას, მაგრამ ამავდროულად მან თავი დაიმკვიდრა როგორც გლობალური ლიდერი დრონების სფეროში. ამ განვითარებით უკრაინამ გახსნა კარი პარტნიორობებისთვის, როგორც ახლა ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ. ქვეყანა, რომელიც ადრე მხოლოდ მიმღები იყო, ახლა უკვე მიმწოდებელია და უკრაინა ამ ტრანსფორმაციას ასრულებს იმ დროს, როცა რუსეთის გავლენა იმ რეგიონებში, სადაც უკრაინის გავლენა იზრდება, კლებულობს. ახლო აღმოსავლეთში პუტინი იმ წერტილზეა, რომ იძლება ირანი პარტნიორად დაკარგოს, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგზე. მან ნამდვილად დაკარგა ნებისმიერი გავლენა, რაც შეიძლება ქონოდა სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რომლებიც ამჟამად ირანის სამიზნეა. პუტინმა ასევე დაკარგა თავისი გავლენა სირიაში, ხოლო ევროპაში კაცი, რომელიც ცდილობს მთელი კონტინენტის დაშინებას, ახლა უყურებს როგორ აცნობიერებს ამ კონტინენტის ქვეყნების უმეტესობა მისგან მომდინარე საფრთხეს. ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს, რომ რამდენიმე ნატოს ქვეყანა ახლა უკრაინას მიმართავს, რათა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა რუსეთის საომარი მანქანის წინააღმდეგ. ვინ იცის, იქნებ მალე დავინახოთ უკრაინელი გადამჭერი დრონების ოპერატორები, რომლებიც პოლონეთსა და რუმინეთზე რუსულ შაჰიდის ტიპის დრონებს ჩამოაგდებენ, ზუსტად ისე, როგორც ამას ყურეში ვხედავთ. მერე არის შეერთებული შტატები. სამართლიანია ითქვას, რომ უკრაინის ურთიერთობა აშესთან ბოლო 1 წლის განმავლობაში რთული იყო, ზოგჯერ კი დაძაბულიც. აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე რეალურ პროგრესს ვერ აღწევს და უკრაინას ბოლო თვეებში უწევს გაუმკლავდეს იმას, რომ აშშ-ში უფრო მეტ ყურადღებას ირანს უთმობს, ვიდრე მას ეხმარება რუსულ კრიზისთან გამკლავებაში. ზელენსკი ცდილობს ამ პრობლემების დაძლევას. როგორც AP News იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ს წარმომადგენლებს ჯარედ ქუშნერსა და სტივ ვიტკოფს ეწვიონ კიევს და მან სამხრივი მოლაპარაკებების ფორმატს კი შესწა, რიც კი შესთავაზა, რომელშიც რუსეთიც იქნება ჩართული.
რა კავშირი აქვს ამას იმასთან, რომ უკრაინა აგზავნის ჯარისკაცებს სპარსეთის ყურის რეგიონში შაჰიდის დრონების ჩამოსაგდებად? მარტივია. უკრაინა ამტკიცებს აშეთეშს, რომ მას შეუძლია ბევრად უფრო სასარგებლო იყოს, როგორც პირდაპირი მოკავშირე, ვიდრე ამერიკას ეგონა. ამ ყველაფერში ჩვენ ხედავთ უკრაინის მზადყოფნას აიღოს ვალდებულება. როდესაც ტრამპი აკრიტიკებს ნატოს ქვეყნებს იმის გამო, რომ არაფერი აკეთებენ ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, აშშ-ს დასახმარებლად უკრაინა იყენებს თავის ჩამონგდებ დრონებს, რათა გაანადგუროს ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც ირანი იყენებს ამ მნიშვნელოვანი წყლის გზის დასახურად. აშშ-მ ეს უნდა შეამჩნიოს. თუ უკრაინა სწორად გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს და უფრო მეტ პერსონალს მიავლენს სპარსეთის ყურეში, რათა უშუალოდ დაეხმაროს აშშ-ს, როგორც ამას აკეთებდნენ ის ქვეყნები, რომლებთანაც უკრაინა აქამდე თანამშრომლობდა, შეიძლება ვიხილოთ ახალი ეტაპი უკრაინასა და აშშ-ს ურთიერთობაში. ის, რასაც უკრაინა ახლა აკეთებს სპარსეთის ყურეში, შეიძლება გადამწყვეტი იყოს ტრამპის დასარტყმუნებლად, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება რუსეთთან ბრძოლაში. ამერიკული სამხედრო გემებიდან აფრენილი გადამჭერები, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში ბაზებს იცავენ, შეიძლება მნიშვნელოვანი დახმარება იყოს უკრაინისთვის რუსეთთან ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში ზელენსკი შეიძლება შეეძლოს გამოიყენოს უკრაინის მზადყოფნა ჩაერთოს ამ პროცესში, როგორც საშუალება, რომ დაარწმუნოს აშშ-ს, აშიანციროს სანქციების ზეწოლა რუსეთზე. ეს არის უკრაინის გრძელვადიანი სტრატეგია. ერთადერთი სირთულე, რომელსაც ის აწყდება, როდესაც თავის ჯარისკაცებს სპარსეთის ყურეში გადამჭერების სამართავად აგზავნის, ისაა, რომ ირანი გაბრაზებულია. ირანის რეჟიმი უკვე 14 მარტს აფრთხილებდა უკრაინას, რომ თავი შეეკავებინა ყურის კონფლიქტში ჩარევისგან. მაშინ ირანის პარლამენტარებმა უკრაინა ლეგიტიმურ სამიზნედ გამოაცხადეს, რადგან უკრაინა ისრაელს დრონებით ეხმარებოდა. ახლა უკრაინამ კიდევ უფრო შორს წავიდა. მას ახლო აღმოსავლეთში ჯარები ჰყავს და ისინი რამდენიმე ქვეყანას ეხმარებიან, რომლებიც ირანის რისხვის სამიზნეები არიან. შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ ესკალაციას დაიწყებს. შესაძლოა, ირანისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა რთული იქნება, რადგან ის მთლიანად ოპერაცია ეპიკური რისხვის განხორციელებით არის დაკავებული. მაგრამ თუ უკრაინა განაახლებს იმას, რასაც ახლა ყურეში აკეთებს, მას შემდეგ რაც აშშ-ს ისრაელსა და ირანს შორის ზავი დაირღვა, ძალიან შესაძლებელია ვიხილოთ ირანსა და რუსეთს შორის გაძლიერებული თანამშრომლობა, რაც თავად უკრაინაში იმოქმედებს. როგორც ჩანს, ეს არის რისკი, რომელსაც უკრაინა მზად არის წასწდეს და ის ბევრად მეც მოიგებს იმით, რასაც ყურეში აკეთებს, ვიდრე დაკარგავს ირანის გაღიზიანებით. დამჭერი დრონები უკრაინისთვის ერთზე მეტი გზით ფასეული აღმოჩნდა და ახლა უკვე შესაძლებელია, რომ იაპონიაც ჩაერთოს ყურის რეგიონში. რა თქმა უნდა, არა პირდაპირ, თუმცა იაპონია ახლა უკრაინას ახალ ტიპის დამჭერ დრონებს აწვდის, რომლებიც შეიძლება საბოლოოდ ახლო აღმოსავლეთში აღმოჩნდეს, თუ უკრაინა გადაწყვეტს იქ განალაგოს ისინი. სურთ მეტი გაიგოთ ამ ახალი ტიპის დამჭერების შესახებ, მაშინ ნახეთ ჩვენი ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ უკრაინისა და იაპონიის პარტნიორობის გაღრმავებაზე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩნდეთ ჩვენი ანალიზი უკრაინასა და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.